ანასტასია თუმანიშვილი წერალი საზოგადო მოღვაწე 1859-1922 წლები ევროპულ განათლების სისტემა შვეიცარიასა და საფრანგეთში გაეცნო. თარგმნა არაერთი პუბლიკაცია, რომელიც ბავშვთა აღზრდის პედაგოგიკასა და ბიბლიოთეკების საკითხებს უკავშირდებოდა. 1872 წელს მისი თაოსნობით დაარსდა ქალთა წრე, რომელიც მიზნად ისახავდა ქალთა საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოყვანას და ლიტერატურულ მთარგმნელობით საქმიანობას იწეოდა. 1881-1890 წლებში თანამშრომლობდა გაზეთებთან დროება და ივერია, სადაც პუბლიცისტურ წერილებსა და მოთხრობებს აქვეყნებდა. 1884 წელს მისი ხელშეწყობით სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისთვის სოფელ ხელთუბანში სკოლა გაიხსნა. 1886 წელს კი ანასტასიას ინიციატივით დაარსდა მასწავლებელი ქალთა საზოგადოება, რომელსაც იგი 33 წელი თავმჯდომარეობდა. საზოგადოებამ მოხუც პედაგოგ ქალთათვის თავშესაფარი და ქალთა დაწყებითი სასწავლებელი ააშენა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი. 1890 წელს მისი თაოსნობით დაარსდა და მისი რედაქტორობით საბავშვო ჟურნალი ჯიჯილი გამოდიოდა. 1891 წელს ცნობილ ქართველ მწერალ გიორგი წერეთელზე დაქორწინების შემდეგ 1893-1904 წლებში მეუღლესთან ერთად გაზეთ კვალის რედაქტორ-გამომცემელი იყო. 1908 წელს დააფუძნა საზოგადოება განათლება, რომლის სკოლამ პირველად ქართულ ენაზე სწავლების სისტემაზე სრულად გადასვლა შეძლო. ამასთანავე ორგანიზაციის არსებობის 15 წლის განმავლობაში პირველი სამხატვრო სახელოსნო სასწავლებელი და ქალთა ქართული საოსტატო პირველი სემინარია დაფუძნდა. დროება 10 იანვარი 1909 წელი. პატარა შენიშვნა ყველამ კარგად ვიცის, რომ სკოლების დაარსება ჩვენში ძალიან ძნელია და წერა-კითხვის გავრცელება უფრო სახალხო წიგნების მიწოდებით შეიძლება. ამისათვის უსათუოდ საჭიროა ჩვენს აზრით იყოს ცალკე სექცია და თვით ამ სექციას უნდა ჰქონდეს სამი მიზანი. პირველი, პოპულარული წიგნების არჩევა და მომზადება. მეორე, ჩვენი ლიტერატურის გაცნობა სახალხოდ და მესამე, მსოფლიო ლიტერატურის გაცემა. ამ სექციას სრული უფლება უნდა ჰქონდეს მოითხოვოს, რომ მის მიერ შემუშავებული და არჩეული მასალა არ დააბრკოლოს გამოსაცემლად, არც გამგეობამფულობით და არც ადმინისტრაციამ გამოუცემლობით. სექციებს სამხრით სრული უფლება უნდა ჰქონდეთ თვით მასწავლებლის წარდგენისა. გამგეობა მხოლოდ უნდა დაამტკიცოს. კარგი იქნება თუ სასკოლო სექცია ყურადღებას მიაქცევს მოძრავ სკოლებსაც. ამირანი 30 ივლისი 1908 წელი. თუ მივიღებთ მხედველობაში იმ გარემოებას, რომ ხსენებული ჟურნალი დაარსდა რუსეთში, კერძოდ საქართველოში გამეფებული საშინელ რეაქციების ცხანებში, როდესაც გამარუსებელი პოლიტიკა გულს უღრნიდა სკოლას და სწავლა აღზრდის ძიად საქმეს, აცლი და უმთავრეს საფუძველს სამშობლო ენას, ჟურნალი ჯეჯილის დამაარსებელ ხელმძღვანელს და დიდ გმირობად უნდა ჩაუთვალოთ. სწორედ ასეთ საშინელ პირობებში სახალხო განათლების ასპარეზზე სამოღვაწეოდ გამოსვლა და სამშობლო ენაზე საბავშვო ჟურნალის გამოცემის საშუალებით ბნელ რეაქციასთან და გამარუსებელ პოლიტიკასთან ბრძოლა. მით უმეტეს, რომ ამ დიდ საქმეს ჟურნალის ხელმძღვანელი დამაარსებელი და რედაქტორი ანასტასია წერეთლისა ემსახურებოდა სრული 30 წელიწადი. ჩემი გულის სამონაკვნესი. ავტორი ანასტასია წერეთლისა. კულტურულ მუშაობას, სადაც ქალებს უპირატესობა მიენიჭება საზღვარგარეთ, როგორც სოციალისტებთა შორის, ისე სხვა მმართველობა დიდად აფასებს. ჩვენში კი საჰაცილო გახდა. მაგრამ ვერ გამიგია, თუ საქართველოს არ ყავს ისეთი ქალები, რომელნიც თავიანთი კალმით, თავიანთი მწერლობით ებრძვნენ მონობას და ცდილობდნენ საქართველოს ბედნიერებაზე. ზოგი მათგანი ჟურნალ-გაზეთებში თავგანწირვით ემსახურებოდნენ, რომ ჩაენერგათ მომავალ თაობისთვის ბორკილის დამსხვრევა. უნდა გახსოვდეთ, რომ არასოციალისტ ქალებსაც ნაკლები ღვაწლი არ მიუძღვის საქართველოს წინაშე, რომ მათაც თავისუფლების საძირკველში ჩადებული აქვთ აგური, რომლის მნიშვნელობას დღევანდელი მმართველიც ვერ ყოფენ.